ამ დარბაზში ხშირად აი ჩემგან მარცხენა მხარეს ხშირად ხედავ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს თუ ელჩებს. იმ საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებს, რომლებიც მედიის და ადამიანის უფლებებზე მუშაობენ. არ დაგიმალავთ და ძალიან მახარებს ეს ამბავი. მათი აკყოფნა არასდროს აღმიქვამს ჩემს პერსონალურ მხარდაჭერად. ისინი აქ ჩვენი არჩევანის, საქართველოს ევროპული მომავლის, დემოკრატიის, თავისუფალი სიტყვის მხარდასაჭერად არიან. მათი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ ჩვენ მარტო არ ვართ დიქტატურისკენ მიმავალ რეჟიმთან ბრძოლაში. მადლობა საქართველოს მეგობრებს. მადლობა ჩემს კოლეგებს, ჟურნალისტებს. მედიაში, კრიტიკულ მედიაში ოღონდ ამას ხაზს გაუსვამ, მედიაში მომუშავე ყველა პირს, სამოქალაქო სექტორს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც წინააღმდეგობის ჯგუფს წარმოადგენს. სადაც არ უნდა იყოთ, გახსოვდეთ, რომ განუზომელი ენერგიის მატარებელია ის ხმა და ძალა, რომელიც თქვენგან მოდის. ზუსტად თქვენი სოლიდარობის შედეგია შიმშილობის დროს ფიზიკურად რომ გადავრჩი. ამიტომაც ნუ დაკარგავთ თქვენი შესაძლებლობების რწმენას. დრო ჯერ კიდევ არის ბრძოლა გამარჯვებამდე. სულ მადლობების მოხდაც არა, ბოდიშიც მაქვს მოსახდელი. ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ბათუმელების და net გაზეთის გუნდს მინდა უთხრა, რომ წუხვარ. ძალიან წუხვარ, რომ ყველაზე რთულ და ამავდროულად ნიშნულოვან დროს თქვენთან არ ვარ. არ გატყდეთ, ჩემმა პატიმრობამ არ დაგასუსტოთ. მე თქვენი მჯერა. მჯერა იმის, რომ როგორი მტრული და საფრთხის შემცველი გარემოც არ უნდა გქონდეთ, თქვენი ყველა ნაბიჯი იქნება ღირსეული. იქნება აზრის, სიტყვის და თავისუფლების დაცვისკენ მიმართული.